მეგობრებო, მოგესალმებით ყველას. დღეს ჩვენ ვიმყოფებით სტუმრად, ყველაზე სასწაულ და ჯადოსნურ ადგილას. ეს არის ყველასათვის ნაცნობი და საყვარელი სანერგე ვარდომანია. ყველა იცნობთ სიუზის ვარდების ფერიას, რომელიც ახდენს ყველა ვარდომანის სურვილს და ოცნებას. სუზის საფირმო ფრაზა, სუჩამესმის ყურში, სუზის ყველაფერი აქვს. როცა რაიმე ვარც მოვძებნი და აღმოვაჩენ ახალს ინტერნეტში, მივწერ სუზიკო, აბა იქნება კონდეს ეს ვარდი, აი თუ არა აქვს, ასეთი შემთხვევაც ყოფილა 1 ან 2, რომ არ ქონდა იმ წუთას ეს ვარდი, მაგრამ აი გაუჩენელს გააჩენს, გიშოვნის, დაამყნობს და აუცილებლად შეგახვედრებს. ეხლა ჩვენ ვუყურებთ Orange Pompons. ზოგიერთი ვარდის სახელი მე არ ვიცი, რომელიც არ მეცნობა ან წარწერას ვერ ვიპოვი, მე აუცილებლად მივაწერ ვიდეოს და სილამაზით დავტკბეთ. ჩვენ ცოტა ადრე მოგვიწია მოსვლა წელს და ეხლა იწყებენ ყვავილობას, უმეტესობა ვარდების ჯერ კოკრებშია, ამიტომ ჩამოვივლით მხოლოდ იმ ბუჩქებს და ვარდებს განახებთ, რომლებიც ყვავის დედა ბუჩქების სულ კოკრებშია ჯერ, რიგებში კიდე ზოგი ყვავის და ზოგი ჯერ არა, ამინდების გამო იცით, რომ დაგვიანდა მთელ საქართველოში ყვავილობა წელს, უამინდობის გამო უფრო სწორად და ამიტომ მოგვიწევს ესე ნაწილ გადაღება, მაგრამ აუცილებლად ვესტუმრებით სუზის სანერგეს კიდევ ერთხელ და ბევრჯერ, სანამ ყვავილობა გაგრძელდება. ეს ვარდი კი ყოველას უნდა კონდეს. ხო, რა ლამაზია, ძალიან ლამაზია, ულამაზესია, რამოდენიმე ძალიან ბევრი კოკორი აქვს, აი ეს რაღაცნაირად გადადის ფერები და მე და ჩემი მეგობარი ქეთა ვართ და ჩემი მეგობარი ვიკა დღეს წამოსულები ამ სილამაზეების დასათვალიერებლად და მივყვეთ ნელ-ნელა და გაჩვენებთ რაც ყვავის. აი ეს კიდევ ერთი ლამაზმანი დაგვიძახა შორიდან, თავისი მანათობელი ყვავილებით, კოკრები აქვს მზეთუნახავი. წარწერა საწერია ვერ ვკითხულობ, იმიტომ რომ არც გამიგია ესეთი სახელი ჩარტერეთ, მაგრამ დავაზუსტებ სუზისთან აუცილებლად და ესეც რა კარგია ის ფერი. ჩარტერეთ, ხო და სუზისთან აუცილებლად დავაზუსტებ და გეტყვით, დაგიწერთ, მივაწერ ყველა ვარდს მოკლედ, შეხედეთ, როგორი წითელი კოკორი აქვს და როგორი სილამაზე იშლება აი ესეთი კოკრებიდან. კოკრების ატმოსფერია მე ხია. ხო. აი ამას შეხედეთ, ჭრელა პატარძალი, გაფურფუშებული, ჩახუჭუჭებული, სუპერფულ დოროტი, ხო? ეგრე ეწერა ქეთო. კი. ჩემი ლამაზი. ეს ვარდი კი უნდა გქონდეთ ყველას. ყველაზე იძახი გქონდეთო და ამდენი ადგილი არ არის. ამიტომ ვარჩევთ უკვე საუკეთესოთა შორის საუკეთესოებს. აი შეგახედებთ კარგად, რამდენი კოკორი აქვს. ჯერ კიდე მართლა გასაშლელია უმეტესობა სუპერფულ დოროტი. ძალიან ლამაზი გადასვლები აქვს. ისე რატომღაც ჭრელი ვარდები ვარდომანებს მაინც და მაინც არ უყვართ, მაგრამ ამ ბოლოს მხვდება ძალიან ბევრი ისეთი ჭრელი ვარდი, რომელიც აი თვალი ქრჩება ხოლმე, იგივე დეგა, იგივე მაურისიო უტრილო, ნინოსთან რომ ნახეთ და ესეც ახლა შეხედეთ. ნამდვილად მოგინდება ადამიანს, რომ ასეთი სილამაზე კონდეს ბაღში. ნახეთ რა სასწაული აღმოვაჩინეთ. შოკოლადისფერი ყვავილები. არის მუქი სტაფილოსფერით შიგნიდან არის წითელი, მუქი აი წითელი. შიგნით თითქოს გული სხვა ფერია, უფრო ღია და ანათებს, ხო? და ბარხატისებური აქვს თვითონ სტრუქტურა. ხავერდოვანი ფურცლები აქვს და შეხედეთ როგორი ეფექტურია აი ესე ბუჩქად. ულამაზესი გოგოა. ძალიან ლამაზი ფოთოლიც აქვს, პრიალა მუქი მწვანე და
დაბალი ფლორიბუნდა ეტყობა და აი ამ მუქ პრიალა ფონზე ეს მუქი შავ-შავი ყავისფერი და შოკოლადისფერი ყვავილები რო აყრია არის მართლა ძალიან ეფექტური. ეს ვარდი არის ჩოკოჰოლიკი. ჩოკოჰოლიკ. ულამაზესია. მართლაც როგორი სასწაულია, ფერიც, ფორმაც, რა ვიცი. ბუჩქი არის იდეალური. ვახ. ეს ვარდიც კაი მუქ ტონალობაშია, მაგრამ აი შეხედეთ მიფარებულში როგორი ფერია, მაგრამ მაინც განსხვავდება ფორმით, უფრო დიდი ყვავილებიც აქვს მე მგონი და უფრო ჩახუჭუჭებულია. რა ერქვა აუ კოკორი რა ლამ გარის როუს. ვაი მე რა ლამაზი კოკორია აქვს დავიჭირო, უნდა ფერი არ გადმოსცემს კამერა თუ არ მივეფარე. ეხლა მეორე მხრიდან შემოვალ და კიკი ეხლავე. აი შეხედეთ როგორი კოკრები აქვს. პეპლებივით შემოვუვლი ეხლა. მე რო ვეფარები მზეს, მერე უკეთესად ჩანს. აი ესეთი ამაზი სასწაული ვარდია. გარის როუს, ხო? ანუ გარის ვარდი. ესეც სულ კოკორშია, ეხლა ცოტა ყვავილი აქვს გაშლილი. ძირითადად სულ აწი გასაშლელია. ჩაკუწკუწებულები. ეხლა აი იქით უნდა მივიდეთ, აი შეხედეთ. ცოტა ახლოს მოვიტანო. ამას უყურეთ, მეგობრებო. ამის ფერს და ყვავილის ზომებს. სასწაული გოგოა. ვინ არის ნეტა ეხლა უნდა დავიხარო რომ ვნახო კარგად. ვიპოვეთ წარწერა მეგობრებო და ეს არის უსასწაულესი ივ პიაჟი. ივ პიაჟი უსურნელოვანესი და აი ესეთი მდიდრული ყვავილები აქვს. რამდენიმეა ამ ივ პიაჟების სერიაში, მაგრამ აი ეს არის ყველაზე ლამაზი, ყველაზე ყოჩაღი გოგოა თან. ძალიან ძლიერი ბუჩქები ჩანს კი და ძალიან ლამაზი ფერია. მოკლედ, ყველა მხრიდან გვეძახის ყვავილები და აღარ ვიცით რომელ მხარეს გავიაროთ და მივყვებით თითქოს, მე აღმოვაჩენთ რომ რაღაცა გამოგვჩა. აი ეს საყვარლობა რა არის ნეტა? დედა გადავირიე. ღილებივით პაჭუჭკუ და ყვავილები რო აქ და დედა რა კარგი ხარ. რაღაცა პომპონი. არა, მოლარი, პომპომ. აიმე. ამის სახელი ვერ დავადგინეთ, უბრალოდ ფერების პალიტრას გაჩვენებთ, რომ მე აუცილებლად მიგიწერთ დასახელებას. მე სიტყვები არ მყოფნის, რომ ყველა ვარდზე რამე განსაკუთრებული ვთქვა, მაგრამ თქვენ თვითონაც ხედავთ, როგორი სილამაზია. აი ამ ზღაპარ გოგოზე რა სიტყვით? როგორ იყო ნოტრ-დამ დუ როზარე. ხო. ნოტრ-დამ დუ ძალიან ნაზია. და ძალიან ყოჩაღი. აი ესე ულამაზეს ბუჩქად დგას. პატარა ლამაზი გოგო. ცოტა ქარმა შეგვიშალა დღეს ხელი, მაგრამ არაუშავს პირიქით. ძალიან ლამაზად ცეკვავენ ვარდები ამ ქარში და ეს გოგონა არის პალე როიალი. აი ესეთი ჩაკუწკუწებული კოხტა. აი ცოტა
შორიდანაც დაგანახოთ როგორი ეფექტურია. პალე როიალი. აქ უცებ ჩამოუვაროთ პრინცესა შარლინ დე მონაკო. ეხლა უნდა გაჩვენოთ სასწაული ვარდი. მზე მივეფარო მზეს, ნახეთ როგორი ფერია. ეს ვარდი მე ვიცი, იმიტომ რომ სულ ვათენებდა ვაღან მეფამ იაპონურ და ჩინურ ტიკტოკებზე და სანერგეებში. თორე უიშვიათესი ჯიშის ვარდია, ეს ვარდი არის ჩინეთის სიმბოლო. თუ არ მეშლება სუზისთან გადავამოწმებ ინფორმაციას, იმიტომ რომ აწერია ფეიფანი და ფეიფანი ვიცი ზუსტად და ფერით და ფორმით ის არის, რაც მე ვიგულისხმე. ეს არის ჩინური ძველებური ვარდი, ძველი სელექციის და ითვლება ჩინეთის სიმბოლოდ. აქვს უზარმაზარი დიდი ყვავილები, ძალიან ძლიერი სურნელი და არის ძალიან ძლიერი ვარდი. შრაბია, იზრდება ძალიან დიდი, აი ჩემი ტრავიატა ვინც იცით. იზრდება ხესავით და აი ესეთი ულამაზესი ყვავილები აქვს. ძალიან დიდი ზომის. მაგარი ვარდი, აი ერთ-ერთი ფავორიტია ვარდებში მართლა. აი ეს მეგობრებო, ხო, რეალურ ფერს აჩვენებს მიფარებულში. ეს არის ყველასათვის საყვარელი მიდსამერი. ჩემი საოცნებო ვარდია ერთ-ერთი სამწუხაროდ ადგილი რო აღარა მაქვს ბაღში. აი რამდენიმე ვარდია ისეთი რომ მეოცნებება და ვერ მომყავს ჩემს ბაღში. ნახეთ როგორი სასწაული ფერია. აი როგორი სასწაულია ბოლომდე გაშლილი. ისე მეორეს მხრივ ვფიქრობ რომ კიდე კაი რომ მეტი ადგილი არ მაქვს ბაღში, თორე რა გამაჩერებდა? ალბათ 200 კი არა 1200 ვარდი მეყოლებოდა აქამდე უკვე და მოვლა არ გინდა ვერი ამდენი ვარდის გავწყდი ამ 200 ვარდზე და მე არ ვიცი ხალხი ათასობით როგორ უვლის და რას უმკლავდებიან. რო თქვა ეხლა რომ ვიღაცა უკეთებს, ეგრეც არ არის. ეხლა ნინოს ყაპარაძესთან ბაღში ვიცი რომ თვითონ მუშაობენ, ხო, ორივე ცოლ-ქმარი და 1000 ვარდის მოვლა როგორია მარტო. არ ვიცი. აი, ულამაზესი მიცამერი. ეს ჭყეტელა გოგო არის, თუ სწორად ამოვიკითხეთ, Orange May Love, ხო? ლავი არის, ხო? მართლა ლავია, აბა რა სიტყვით? ეს არის სიყვარული. Orange ნარინჯის ფერი სიყვარული. My love, ჩემი. ხო. მართლა. არ უხდება სახელი? არის ლავი. ნარინჯის ფერი. გაპრანჭული გოგოა, ანათებს. ძალიან კარგია. აბა მივეფარო, ჩვენი ლაიფჰაკი გამოვიყენოთ. კიდე კაი რომ ტანი ხელს მიწყობს და მთლიანად ვფარავ ბუჩქს. აი გაბარიტები ასე ვთქვათ. გადმოვდექი და მიეფარა. აი მე სასწაული ვთქვი რომ სიტყვა სასწაულს აღარ ვიტყვი, მეთქი სულ სასწაული ვიძახეთ შარშანდა. ულამაზესით შავარა. ხო. ყველა ულამაზესი და სასწაულია და რა ვიცი. ხო, აი რა უნდა თქვა, რა ვიცი. ხედავთ ყველაფერს თქვენ თვითონ. კიდე ერთი ლამაზუკა. აი აქ უნდა მოხვიდე მთელი დღით. ცოტა შეისვენო შუა დღეს, დილას აკლეს, სანამ სიარ არის და ცოტა მოღრუბლულში გადაიღო. რო ესა დატკბე და ფერები გამოუჩნდეს კარგად ვარდებს. ეხლა მზეში ცოტა ის არის და მე გვიან საღამომდე შემორჩე. ხო რომ რეალური ფერები დაფიქსირდეს. კი, ეხლა ამას კი დაიჭირა კამერამ და კარგად არის. აი ეს უნდა გაჩვენოთ და გითხრათ, იცით რა ქვია ამ ვარდს?
თეთრი რევერსი აქვს და შოკოლადისფერი ყვავილები. ძალიან ეფექტური ვარდია და ქვია დინამიტი. და არ არის დინამიტი ამის კოკრებს. მე სიმართლე გითხრა, პირველად მესმის. რამდენი რაოდენობა? ეს რო აფეთქდება. იმიტომაც არის დინამიტი. რო აფეთქდება, მართლა დინამიტივით აფეთქდება. ხდება სასწაული. ვაიმე! სასწაულს ვიძახ. არა, ჩვენ უნდა მოვიდეთ ერთ კვირაში. აი ამის აფეთქებას არ უნდა ვუყუროთ ამ დინამიტის აფეთქება. შეხედე რა ლამაზია. ულამაზესია და აქედან აი დედა. დედა ეს რო აფეთქდება მართლა. ენით აუწერელი სილამაზია აქ. ხალხნო გადავირიე. აი ეს წითელი რიგი როგორია რა ლამაზია. მივალთ იქამდეც. უსასწაულესი გოგო უნდა განახოთ და გაგაცნოთ, იმიტომ რომ ეს არის ახალი ვარდი. აი თქვენთან ერთად ვუყურებთ ახლა ჩვენს. მე და ქეთამ დავადგინეთ, რომ არის ძალიან განსხვავებული ყველა ვარდისგან და აქვს ულამაზესი სახელი. Black butterfly, შავი პეპელა. აი მართლა პეპელასავით კოკრები აქვს და ყვავილები. ნახეთ რამდენი კოკორი აქვს თითო ტოტზე. სპრეიკას გავს, არ ვიცი, სუზისთან უნდა დავადგინოთ ეგ, მაგრამ ძალიან ეფექტურია, ბევრი ერთად, აი მილიონი კოკორი ერთად რო გაიშლება, ისეთი აი სისხლისფერი, ღვინისფერია. უმაგრესი გოგო ჩანს. Black butterfly. ისეთი ხედებია, აღარ ვიცი საით გავიხედო, მეგობრებო. სხვადასხვა ფერები ისე გიპყრობს, ისე გაჯადოებს რაღაცნაირად, რომ აი გინდა რომ ძალიან დიდი ხანი უყურო ერთ მონაკვეთს. ეხლა ამდენი დრო არ გვაქვს, რომ სათითაოდ ხო გეუბნებით, აქ უნდა მოხვიდი ადამიანი მთელი დღით. არსად არ გეჩქარებოდეს და ეფერებოდე მთელი დღე აი ამ ვარდებს. უსასწაულესია ყველა. აი შეხედე. მოფერებით გეუბნება. მეგობრებო, ეს არის როსანა. არის მარჯნისფერი. აი, ორაგულის ფერიდან გადადის მარჯნის ფერში. ძალიან განსხვავებული ფერის ვარდია, სულ კოკრებშია და ძალიან მინდა ამის გაშლილი ყვავილები ვნახო, აი ესე ბუჩქად. აი აქ არის დახუნძლული. კი, აი აქაც არის ნახე. აქეთ მოვდივარ რომ შეხედე, ეს არის ნახევრად გაშლის სტადია და აი ეს არის უკვე ბოლომდე გადაშლილი, ხო? როსანა. აი ესე რიგად ჩამწკრივებული დახატული გოგო. ეს კონტრასტულები რა კარგია, წითელი და ეს ნაღებისფერი. ნაღებისფერი ძალიან ლამაზია. ძალიან. აი ჩვენი ყველასათვის ნაცნობი და საყვარელი ჩიპიკა. ყველას რო გვიყვარს. უსასწაულესი, გაპრანჭული ჩიპინდეილი. აი რამხელა ყვავილები აქვს. ეხლა მეგობრებო, ჩვენ გადმოვედით მეორე მხარეს, სადაც დედაძირები აქვს ჩარგული სუზის. დედაძირები მართალია, ეხლა ჯერ კოკორშია უმეტესობა და დაახლოებით ერთ კვირაში მოგვიწევს ისევ ჩამოსვლა, მაგრამ რომელიც გაშლილია და იწყებს გაშლას, იმათ მაინც გაჩვენებთ. ყველას მივაწერ სახელებს შეძლების დაგვარად, უბრალოდ დაგანახებთ ეხლა როგორი სანახაობაა. აი ფანტასტიკური, ყველა ერთად რო ყვავის, გადასარევი სანახავია მართლა.
ისეთი ფერთა მორევია ფერების აი რომელი ფერი გინდა რომ არ ნახო აქ არ ვიცი და თვალი გამირბის აქეთ იქეთ აღარ ვიცი საით გავიხედო და რომელ ვარც გადავუღო მე ამან მომხიბლა სასწაულად და ჩემი გული დაიწვა ეხლავე მოვდივარ მე კიდე ის დინამიტი არა მომდის თვალიდან და დინამიკი ხო ისა შავი პეპელა black butterfly ხო ამაზე და აი ისიც რა უბა აი მეს რა სასწაულია რამდენი კოკორი აქვს ღმერთო და ხუნძლურია ვაიმე ეს მთელი სეზონი ხო არ გაჩერდება აშკარად ეს არ ვიცი რომელია მაგრამ ესეც ამასაც ძალიან ბევრი აი მარტო კოკრებს უნდა გადავუღო ეს ერთი მაპატიეთ მაგრამ არ შეიძლება რო არ გადავიღო მაგრამ აი აქ ჩანს კოკრების რაოდენობას ელენე აი ხო შეხედეთ ხელის შეხებაც კი მენანება ხო რა ყოჩაღად განან რა ყოჩაღებია აუ ეს რო გაიშლება რა იქნება უარესი კიდე აქეთ არის რაღაცა მოვდივარ ერთი სული მაქვს უთის მოყალა ამაზე მითხარი ხო ამან დაიპყრო ჩემი გული სული ვაიმე ეს არის გადავირიე რაღაც უძლიერესი ნუ ამის კოკრების რაოდენობა ეს დინამიკი კი არა ბომბაა ის თუ დინამიტი იყო ეს ბომბა ხო და სხვათა შორის ანალოგიური არის ესეც პირველად რომ ნახეთ ჩვენ ვაიმე გული მიჩერდება ხოლმე აი ჭროხა ეს რა სასწაულია მე მგონი ამის ეს წავიკითხეთ ჩვენ ხო სახელი ეს არის ტიერი მარქსის სპორტი ეწერა ხო ვაიმე მართლა ხო სპორტი ანუ მუტაცია განიცადა ტიერი მარქსმა ტიერი მარქსი ყველამ ვიცით და გვიყვარს და შეხედეთ როგორი ვაიმე ანალოგიური არის ესეც ოღონდ სხვა ფერი ეს არის საოცრება აი საოცრება ოღონდ მუქი შვინდის ფერშია რამდენი ყვავილი აქვს აი მუქ შვინდის ფერშია უფრო კამერაში უფრო ღია ჩანს ხო ეხლა ძალიან განსხვავდება ფერებში ტიერი მარქსი არის მოცვის მურაბის ფერი აი რაღაცნაირი ეს არის შვინდის ფერი ყვითელში ყვითელი თეთრი შვინდის ფერი აი ახლოდან უფრო ხალხნო ეს ვარდი ყველას უნდა კონდეს არა კოკრების რაოდენობა შეხედე ქეთო ხო როგორც აი იმას ისეთივე არის ესეც კოკრების ხარ მოვეფარო აი ეს ხო აი ერთად მოვეფაროთ აჰა და რაღაცა გამოვა აი დაიჭირა კამერამ ფერი ვაიმე და ამის კოკრები კიდე არა ქეთო აი აქედანვე გეუბნები ერთ კვირაში ჩვენ აქ უნდა მოვიდეთ უეჭველი არ ვიცი ალბათ ნუ დაახლოებით ერთ კვირაში ესენი ყველა გაიშლება აი როგორი სასწაული ყვავილი აქვს და როგორი კოხტა ბუჩქია მომრგვალებული ასეთი ბუჩქები ვარდომანებს განსაკუთრებით გვიყვარს ეს ნაკლებია ეს ვაფშე როგორ აი მივეფარე მუქია ესეც აუ მეორე მხრიდან უნდა შემოუარო აი მეგობრებო შეხედეთ ო კარგად გეხარ ქეთო კარგად გეხარ გადასარევად გადმოსცემს კამერა ფერს მუქი და ბარხატის ისა აქვს ფუცელი ბარხატივი აი ეს რო არ გადავიღო არ შეიძლება ეს არის ჩემი ვარაუდით სესილ დე ვოლანჟი დავიკითხები სუზიკოს მაგრამ აი მე ვფიქრობ რომ ეს არის თუ არა მოკლედ უნაზესია
უნაზესი. ეს ამდენი კოკრები საიდან გოგო? გოგო რა დღეში ხარ? ნეტა რომელია? ნეტა რომელია მართლა? აი აქ არის ერთია ესეთი რაღაც აიმას გავს, აი ჩაკუჭკუჭებულები რო არის. სახელები არა წერია, ხო? კი რაღაცა არის მგონი. ამდენ მისვარგუნდა? ძირს ვახოხიალებ ორ კაცს. არა გადასულია. არა უშავს სუზიკო გვეტყვის. მაგრამ ეს რო აქ რავი რაღაც სასწაულია ეს. მეკითხება, კი რაღაც ამეკითხება. ვაიმე, ნეტა იცოდეთ როგორ გაგვიხარდა და სამხმაში ვიკივლეთ, რომ ამის წარწერა ვიპოვეთ და ეს ყოფილა შანტალ მერიეს სპორტი. შანტალ მეrie ისფერი ჩვენ ყველამ ვიცით, იმაგარი იაპონური ვარდია და მაგის სპორტი რა იქნება რომ გაიშლება, კი გაჩვენებთ ერთ-ორ კვირაში. მაგრამ აი ეს ხო, ვაიმე. კოკრებში მერთო ჩემო. ამას მე ახლა სუზი მეტყვის სახელებს და ვიპოვო ამის ყველას მივაწერ სათითაოდ. უბრალოდ ახლა ის კოკრებში რო იყო, ახლა კოკრით რა მიხვდეს. რა გაიგოს თვითონაც სუზიმ და არ არის არსად. რომელიც გაშლილია და ყვავილი უჩანს, იმას კი იცნობს და აი ეს ნახე აბა ერთი წუთი, ამას დაანათე. აი და მილიონი კოკორი აქვს. იქეთ არის ეს golden celebration-ია ვითომ? ასეთი უხვი და მილიონი კოკრით. რამხელა ბუჩქია და აქეთ ყვავის მივალ ახლოს და აბა თქვენ უფრო ამოიცნობთ ოსტინები ვისაც გიყვართ. აბა ოსტინის მცოდნეებო. დააკვირდით და გვითხარით რა ვარდია. ეს ჩემი ვარაუდით ან golden celebration-ია, ან მეორეს რა ქვია ისა ტომას გრეხემი? მე რო არ მყავს, კი არ ვიცი. ან ჩარლზ დარვინი. მეტი არ ვიცი, მე ყვითელი golden zesti ვიცი, მაგრამ golden zesti არ არის ნამდვილად და შეხედეთ რა დღეშია პროსტაი. არ ვიცი. და ეს რო უზის აქეთ კიდე ნახეთ როგორი ლამაზია ფერთა კონტრასტი. უსასწაულესი, ძალიან უხდება რა ეს ფერები ერთმანეთს. ზოგი ამბობს რომ ბანალურია უკვე, გადავიდაო მოდიდან, ეს ისფერი და მელნისფერი და ყვითელი ერთათო. კაცო, სილამაზე როგორ შეიძლება მოდიდან გადავიდეს? თუ ლამაზია რა. დღესაც ლამაზია და საუკუნის მერეც. რა სიტყვი ქეთუშ. სილამაზე თუ ლამაზია, ხო? ლამაზია ის მოდიდან არასდროს არ გადავა. ის ხო საუკუნის მერეც და მოდიდან გადავიდეს. მილიონი წლის მერეც სილამაზია. ეხლა ეს ყვავილები ზოგადად ღმერთის შექმნილია სამყაროსთან ერთად მილიარდი წლის უკან წინ, ხო? და ესეთი სილამაზე როგორ შეიძლება რომ აღარ იყოს მოდაში. ასე რომ ეხლა მე ძალიან შევყევი ყვითლის და მელნისფერის კომბინაციაზე ვსჯელობდით, მაგრამ თქვენ რა სიტყვით დაგვიწერეთ, მეგობრებო? ხშირად მესმის უბრალოდ აი წითელი და თეთრი უკვე ვიზღაურგიაო, ის ვიზღაურგი კაცო, მომწონს ლამაზია და ჩავრგავ. და ვინმე შემედაოს გემოვნებაზე. შემეჯიბროს გემოვნებაში, ხო? ეს არის ფანტასტიკა ვარდი, ამდენი ხანი რო ვუტრიალებ და სხვა რამეზე ვლაპარაკობ, თქვენ არ გეგონოთ, რომ ტყუილა დავტრიალებ თავს. შეხედეთ. ვაიმე. ატმოსფერის სილამაზე. აი.
ამ ნაღების ფერმაც მოიგო ჩემი გული დღეს. ძალიან მიყვარს მეც ვარდებში ნაღების ფერი. გინდა გაჩვენა ჩემი ორი ვარდი კიდე რომელმა მოიგო? კი. რა უნდა გაჩვენოთ? კოკრებიც კი რო ლამაზი აქვს. ვაიმე, ხო იცანით? აბა, კარგად დაფიქრდით? ძალიან ბევრმა იცით უკვე ეს ვარდი საქართველოში? ვიცით. და ძალიან ბევრს გვირგია გვიდგას ეზოებში. გოგრის სანათი. ფანტასტიკა ვარდი. ულამაზესი გოგოა. ნაზი და ძლიერი ერთდროულად. აი შეხედეთ როგორი ჩახვევა აქვს. მე ასეთი ჩახვევის ყვავილი მეტი სხვა ვარდზე არ მინახია, არ შემხვედრია. აი შიგნით ხედავქე თუ როგორია აქ? ასეთი ჩახუჭუჭებული, ჩაბრუნებული ფურცლები აქვს. კოკორში აი ესე გამოიყურება ხშირ შემთხვევაში. ისეც კი ლამაზია ეს. ხო, გრილ ამინჩი უფრო ყვითელი და ერთ ფერში იშლება. ოდნავ როგორც კი მზე მოხვდება, მზის სხივი აი ასეთი ხდება გარდამავალ ფერებში. ატმისფერის ყველანაირი ტონი. ურევია ყვავილს. ცოტა შორიდანაც მინდა რომ ავიღო აი ეს ვარდი და გაჩვენოთ. აი ესეთი რაკურსი. პუტრიალებ რომ ყველა მხრიდან დაგანახოთ. მართლა უსასწაულესია, მართლა არის ფანტასტიკური ვარდი. აი შეხედეთ. მეგონა რომ ჩავედით ბოლოში, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი მხარია. ეხლა მეორე მხარეს გადავალთ. ანუ ერთი რიგის ბოლოში კი ჩავედით, მაგრამ აქ მთელი დღე რო იარო, ვერასდროს ვერ ამოწურავ მთელ ასორტიმენტს. ლამაზესი ყვავილები აქვს ამას. მაგარი. მე უკვე ხმას ვეღარ ვიღებ, ლამაზიას ვეღარ ვიძახი, იმიტომ რომ დავიშოკე. უკვე სიტყვები. გოგო, დავიშოკე. აი რაღაც რომელიღაცა ვარდისგან ეხლა მეცა პირდაპირ უმაგრესი სურნელი, რაღაცა პარფუმერული და ნეტა რომელს აქვს. აბა ეს ნახე თუ. არა. აქვს, მაგრამ ეგეთი არა შეროვიძახი. შენ რომ მაჩუქებარ ძალიან ძლიერი სურნელი აქვს რომელიღაცას. აი, ძლიერი რომელიღაცას. პარფიუმის სუნი. ყობა იძახის ის ჩემი რჩეული ვარდია, ჩემი არისო. ნეტა რომელი იყო? აი ცოტაც დაგვაცადოს ქარმა. ნახევარი საათი რომ მოვასწროთ და დავაფიქსიროთ ეს სილამაზეები ღმერთო. ესენი დედები არიან? არა. ესენი უკვე გასაყიდად მომზადებული ნერგებია. ვაიმე, რამხელა ბაფთებია. და რა სასწაული ფერია, ნახე გოგო. ძალიან. ვაიმე, სულ დაკოკრილია, რამხელებია. ასე დედოფალს. უი, ესა. ვაიმე, ქეთუ გული. აბა გული. აი გული. ვაუ! ნახე როგორი ისა ბურთებივით. ვაიმე. რაღაცა აი ეს აკუზის გვერდით. აწერია? კი. აბა კოდანი აწერია, მაგრამ რა ვიცი, არ გამიგია ეგეთი ვარდი. თან რა ფერია? აი, გამოდი ცოტა. გადავირიე ამ ვარდზე. მიგავს. აი ხო დავფიქრდი, რა ვიცი, ქოთანში თუ ივარგებ სუზის უნდა დავეკითხო, ეს მინდა. რა მაგარია.
რაღაც აი მარწყვის და ჟოლოსნარევია ერთად. ზუსტად. აი აქ რო არ მივიდე, არ შეიძლება. უკვე თვალებში ამიჭრელდა ამდენი სილამაზით, მაგრამ აი ეს რო არ გაჩვენოთ, მეგობრებო, მე აქედან როგორ წავალ. ნახეთ. აი ხა ცოტა ქარიც ჩაწყნარდეს. აი შეხედეთ როგორი კოკორი აქვს, როგორი ფერის, ხო? აი ცოტა მოვაჩრდილო. აი როგორი ფერია. და ეხლა დაგანახებთ ყვავილს. აი თვითონ ყვავილი. მუქი, აი არ ვიცი. აი და მილიონი კოკორი აქვს. ძალიან მაღალია. აი ლამის ჩემს სიმაღლეა ეს ვარდი და აქვს აი ესეთი უხვი ყვავილობა. სუპერ გოგო ხარ შენ. თქვენ როგორ არ მოგეფეროთ, საყვარლებო, როგორ არ მოგეფეროთ? ჰა, სიცოცხლეებო. ვაიმე, უსასწაულესი. რა ხარ, ვინ ხარ? ჩახვევა ნახეთ. ფერი. ვაიმე, გამიჩერდება მე დღეს გული რა გადამარჩენს არა რა, სუზი. კაცი რო წამოვალ მე შენთან. კაპლები მაინც დამახვედრე, გოგო. ან რამესა. გულის წამალი. მარა თავად გულის წამალია ეს ყველა ვარდი და იმდენი ხანი გამყვება ეხლა ეს ემოცია, ხო ვიცი. აი მივუჩრდილო ცოტა რომ თქვენს დატკბეთ. იმდენი ხანი გავყვება ეხლა მე და ქეთას ეს ემოცია. ცოტა გადაყვავილდა ზოგი. აი ნახეთ. უყურეთ ამას. აიმე ეს აქეთ ჩამალულა კიდე. აი ჩაიმალე. საყვარელი ესეც. ეს არ წამოწვა კოკრებით. უკან კიდე ვინ ყოლია ღმერთო. აი ერთმანეთზე ულამაზესები ხართ. ერთმანეთზე უკეთესები ხართ ყველა. რა ვქნა? ამდენ სილამაზესაც ვეღარ ვუძლებ. მოკლედ მეგობრებო, უნდა დაგინდოთ და ჩემი თავიც დავინდო და დღეისათვის დავასრულო ნელა უკვე ბოლოსკენ ჩამოვედით. აი მივეფარო და განახოთ. და როცა კი აი როგორც კი აყვავდება ის მილიონი კოკორი რაც ვნახეთ, ხო? აუცილებლად დაახლოებით ერთ კვირაში ისევ ვესტუმრებით ვარდომანიას სანერგეს. აუცილებლად გაჩვენებთ იმ სილამაზეებს, რაც დღეს ნახეთ. უკვე ბოლომდე გაშლილს. კი ვერ ვხედავ გოგო, მზე მიჭყუტუნებს და რას ვიღებ ნეტა ვიცოდე. მაიცა გეტყვი მე თუ შო არა. მივეჩრდილე მაინც. მოკლედ მეგობრებო, დიდი მადლობა რომ ჩვენთან ერთად დღეს გამოისეირნეთ. რაო? ბერიე იაპონური ჭრელი. ბერი. ხო, ისა კენკრა. ძალიან დიდი მადლობა, რომ ამდენი დრო დაგვითმეთ და ჩვენთან ერთად ისეირნეთ. ძალიან მადლობელი ვიქნები თითოეული კომენტარისთვის, თქვენი თბილი სიტყვებისთვის. ძალიან ძვირფასი ხართ ჩემთვის, იმიტომ რომ იზიარებთ ჩემს ემოციას, ჩვენს რეალურ ცხოვრებაში სამწუხაროდ ბევრი ადამიანი
არ ყავს გარშემო, ვინც ასე გაიზიარებს ჩვენს ამ მანიას, ვარდო მანიას. და ამიტომ ძალიან მადლობელი ვარ უფლის და თქვენი, რომ ამდენი თანამოაზრე მყავს, ერთმანეთს ვყავართ და შეგვიძლია ესე ერთად გვიხაროდეს ამ სილამაზეებით ტკბობა. მოკლედ, მალე შევხვდებით, მანამდე კიდე ჩემი ეზოდანაც, ჩემი მოგრძალებული ეზოდანაც ჩაგიწერთ აუცილებლად ვიდეოებს. სუზის უღრმესი მადლობა დღეს რო გვიმასპინძლა და მომავალ შეხვედრამდე. აბა თქვენიცით.